საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. გამარჯობათ ბავშვებო. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ანბანის შესწავლას. თქვენ იცით, რომ ჩვენ შევისწავლეთ უკვე ქართულ ანბანში ხუთივე ხმოვანი. ეს ხმოვნები იყო ა, ე, ი, ო, უ. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ თანხმოვნების შესწავლას. ანუ ჩვენ წინა გაკვეთილზე შევისწავლეთ თანხმოვანი ბგერა ძ, ხოლო დღეს ჩვენი ახალი ასობგერის შესწავლის დღე არის. დღეს უნდა შევისწავლოთ ჩვენ ასობგერა մ. ასობგერა м ანბანის რიგის მიხედვით მე-12-ია და მას ანბანში თავისი სახელწოდება აქვს. მას მანი ქვია. მე თქვენ გიჩვენებთ ახლა აი ამ ასობგერის გრაფიკულად როგორ გამოიყურება ასობგერა м და თქვენც მოძებნეთ თქვენს მოძრავ ანბანში ასობგერა м. დავამაგროთ დაფაზე. ეხლა მოდი მოვიფიქროთ ასობგერა м-ით დაწყებული რამოდენიმე სიტყვა. ეს სიტყვებია მაგალითად მთა, მამა, მიხა, მეხი და ასე შემდეგ. ასევე ჩვენ შეგვიძლია მოვიფიქროთ ისეთი სიტყვები, რომელშიც არის ორი м ასობგერა. მაგალითად მამა, მიმინო, გარეული ფრინველია, ხო? მაგალითად მაიმუნი და ასე შემდეგ. უამრავი ასეთი სიტყვის მოფიქრება შეიძლება. კარგით, მოდით ახლა ავაწყოთ სიტყვა მუხა. სიტყვა მუხა м ასობგერათი იწყება, ხო? მაგნიტური ასოებით ავაწყოთ სიტყვა მუხა. м, უ, ხ, ა. ხო, გვესმის ეს ასობგერები ჩვენ м, უ, ხ და ა. აბა დააკვირდით კარგად. სიტყვა მუხა რამდენი მარცვლისგან შედგება? 2. რადგანაც ორი ხმოვანია. ეს ხმოვნებია უ და ა. წარმოითქმის ასე დამარცვლით მუხა. ორი მარცვლისგან შედგება, მაგრამ შედგება 4 ასობგერისაგან. ეს ასობგერებია м, უ, ხ, ა. მუხა არის ბავშვებო მცენარე, თქვენ იცით, ხის ერთ-ერთი ჯიშია, სახეობა, რომელიც ძალიან გავრცელებულია საქართველოში და ის სიძლიერით ყველაზე ძლიერია ხეებს შორის. თან ყველაზე მტკიცე და გამძლე. აი მუხის მერქნისგან ამზადებენ ძალიან ბევრ ავეჯს, რადგანაც ის ძალიან ძვირფასია. ის არლპება წყალში და ამზადებენ გემებს, ნავებს და სხვადასხვა საგნებს. მუხა მინდა გითხრათ, რომ ცოცხლობს ძალიან დიდ ხანს, დაახლოებით 800 წელს აღწევს მისი ხნოვანება და მუხასთან გაიგივებულია, ასევე ძალიან ძლიერ ადამიანზე იტყვიან მუხასავით ძლიერია, რადგან თვითონ მუხა არის ძალიან ძლიერი ხე, ღრმად აქვს მას ფესვები გამჯდარი და მტკიცი არის ის ძალიან. ბერ მუხას უწოდებენ ხოლმე ძლიერ ადამიანს, ხო? როდესაც ძლიერი ადამიანი, მასე ასე იტყვიან ხოლმე. და სხვათა შორის საქართველოსაც მუხას უწოდებენ ხოლმე, იმიტომ რომ საქართველო მუხასავით გამძლე და ძლიერიაო და აი ხალხური სიმღერაც კი არის შექმნილი ამაზე მუმლი და მუხაო, აი ესეთი სიმღერაც არსებობს აი ამ მუხასთან დაკავშირებით. კარგით, აი ახლა სანამ ჩვენ განვიხილავდეთ მუხას, მე მინდა ერთი ძალიან ლამაზი ლექსი წაგიკითხოთ. თქვენ დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ, ეს არის ნაზი ჭოხონელიძის ლექსი მუხა. მუხა თავის მძლავრ ტოტებს არხებს თითქოს დუდუნებს. რკოს დავისხავ ბლომად და გავახარებ ღრუტუნებს. აი ესეთი საბავშვო ძალიან ლამაზი ლექსი დაუწერა, დაგიწერათ თქვენ პატარებს და ღრუტუნებს გაახარებს, იმიტომ რომ მისი ნაყოფი ღორს უყვარს და გოჭებს, ხო? ღორს და გოჭებს. ასევე თაგვებსაც ძალიან უყვართ მუხის ნაყოფი, ანუ რკო და ასე შემდეგ ჩხიკვსაც ძალიან უყვარს, ხო? ტყის ბინადრები არიან ესენი. კარგით. მოდით ახლა
აი ჩვენ ეს სიტყვა დავწერეთ მუხა და შევცვალოთ ახლა განვიხილოთ ხო გრამატიკულად ეს სიტყვა და შევცვალოთ მუხა ასობგერა უ შევცვალოთ ასობგერა ით და ჩვენ დავაკვირდებით კარგად და ჩვენ ეს არაერთხელ გაგვიკეთებია რომ ერთი ასოს შეცვლით შეიძლება სიტყვა მნიშვნელობაც კი შეიცვალოს აი უს მე ავიღებ და დავდებ უს მაგივრად ის გამოვა აბსოლუტურად სხვა სიტყვა ეს არის სიტყვა მიხა ხო ერთი ასოს შეცვლით შეიცვალა სიტყვის მნიშვნელობა. კარგი. ასევე ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ კიდევ მარცვალი, ასოც შევცვალოთ, ასობგერაც და მარცვალიც დავამატოთ და კიდევ უფრო სხვა სიტყვა მივიღოთ. აი მაგალითად აქ თუ ჩვენ გვაქვს ორმარცვლიანი სიტყვა, შეგვიძლია შევცვალოთ ისე ასობგერები, რომ მივიღოთ სამმარცვლიანი სიტყვა. აი ის შევცვალოთ მოდით ასობგერა 10, აი ასე. და დავამატოთ მარცვალი თი და გამოგვივა აბსოლუტურად სულ სხვა აი ნახეთ აი მახათი მახათი დიდი ნემსია ხო უხეში ქსოვილი საკერავი ნემსია მახათი ჩვენ ეს განვიხილოთ და ვიცით უკვე კარგით მოდით ახლა გადავიდეთ ჩვენს ტექსტზე რომელიც გვაქვს პლაკატზე მოცემული სადაც არის მუხის სურათი და აი ახლა ვეგიჩვენებთ აი ეს არის მუხა ნახეთ ბავშვებო როგორ გამოიყურება მუხა ძლავრი ხე წავიკითხოთ მოდით ახლა ეს ტექსტი ხო მუხა მუხა დავმარცვლეთ ასობგერებად წარმოვადგინოთ մ უ ხ ა ასობგერა м ახლა მარცვლავთ სიტყვებს მუხა მე ხი მა ხე სა მი მახათი აი სამმარცვლიანი სიტყვა რომელიც ჩვენ ავაწყეთ მაგნიტური ასოებით მთა მთა არის ერთმარცვლიანი სიტყვა ბავშვებო რადგანაც ერთი ხმოვანია მასში აი ასობგერა ა თმა აქაც მთა და თმას რა განსხვავებაა მს და თს ადგილები აქვს შეცვლილი ასობგერებს და აბსოლუტურად სხვა სიტყვა მივიღეთ ხო ძმა ეხლა გადავიდეთ წინადადებების კითხვაზე. აი, სამი მუხა. მუხა ხეა. აი, მთა. მათე მაიას ძმა. ძუის მახე მიხასია. სამი თუთის ხე თამთასია. აი შევხვდა უკვე 4 სიტყვიანი წინადადება. აი სამი ძმა. მიხა მაიას ეძახის. ძია სოსო მიხას მამა. აი ესეც 4 სიტყვიანი წინადადებაა. მაიას უთო ძიმია. ეს ძიძიას მახათია. კარგით. ეხლა მოდით გადავიდეთ სურათების განხილვაზე, ხო? აი თქვენთან მოცემულია აქ ასეთი ტრანსპორტის საშუალება, ეს არის გემი. გინახავთ თქვენ ყველას ალბათ გემი, ხო? მოდით ეხლა დავმარცვლოთ სიტყვა გემი. გემი. აი რამდენ მარცვლიანია ეს სიტყვა? აი ორ მარცვლიანი, მართალია, პირველი მარცვალია გე, მეორე მარცვალია მი. შემდეგი სურათი არის მსხალი. რა არის მსხალი? მსხალი ხილია, რა თქმა უნდა. დავმარცვლოთ სიტყვა მსხალი. მსხალი. ესეც ორმარცვლიანი სიტყვა, რადგანაც მასში ორი ხმოვანია. გადავიდეთ შემდეგ სურათზე. ეს არის მიხვდით ალბათ ხო? მგელი. მგელი გარეული მტაცებელი ცხოველია. დავმარცვლოთ მგელი. ორმარცვლიანია ეს სიტყვაც. ნახეთ, მ ასობგერაზე იწყება. კარგით, გადავიდეთ შემდეგ სურათზე. ეს არის შინაური ფრინველი მამალი. დავმარცვლოთ მამალი. აი უკვე შეგხვდა სამმარცვლიანი სიტყვა და ამ სიტყვაში ორი მც მონაწილეობს, ხო? კარგი, შემდეგი სურათი არის მარწყვისა. მარწყვი. აი ასე დაიმარცვლება. მარწყვი. ორმარცვლიანია ეს სიტყვაც. ორი ხმოვანია ა და ი. მარწყვი რა არის?
ხილი არის, ძალიან გემრიელი ხილი, ხო? და შემდეგ არის მოცემული სურათი სკამი. დავმარცხლოთ მოდი სკამი, სკამი. ორი მარცვალია, რა არის სკამი? სკამი ერთ-ერთი ავეჯის სახეობაა, ხო? კარგი. აქ წერია ასევე წინადადება, ბადეში დააკვირდით აბა კარგად, როგორ წერია? ეს პირველი სიტყვა ეს, მერე გამოტოვებულია რამოდენიმე უჯრა, ძუის გამოტოვებულია ადგილი, მახე გამოტოვებულია მიხასია. 4 სიტყვიანია ეს წინადადება, ეს ძუის მახე მიხასია და წინადადების ბოლოს აუცილებლად საჭიროა წერტილი. კარგით. მოდით ახლა გადავიდეთ მ ასობგერის დაწერაზე, ხო? მ ასობგერა თავის უჯრებში ჩაიწერება შემდეგნაირად. როგორც ძ ასობგერა შევისწავლეთ ჩვენ, მ ასობგერაც იწყება მთავარი უჯრის მაღლიდან, ისევე როგორც ძ გაიხსენეთ აბა. ნახეთ. ჩამოვდივართ მთავარ უჯრაში და მოვამრგვალებთ მთავარ უჯრაში, დიახ. აი გავიმეოროთ კიდევ. კიდევ ერთხელ დავწერ. ჩემი ხელის მოძრაობას დააკვირდით და მე იმედი მაქვს, რომ სახში ძალიან ბევრს დაწერთ ამ ასობგერას. მოდით ახლა დავწეროთ ასეთი წინადადება, რადგან ჩვენ მუხაზე გქონდა საუბარი, ორ სიტყვიანი წინადადება მოვიფიქროთ, აი მაგალითად მუხა ხეა. ესეთი წინადადება ჩავწეროთ და განსაზღვროთ თუ რამდენი უჯრაა საჭირო სიტყვებსა და ასობგერებს შორის. მუხა ხეა. მ U X A მერე გამოვტოვოთ ორი უჯრა, რადგანაც სიტყვა დამთავრდა და ვიწყებთ ახალ სიტყვას. ხეა. ხ ე ა წინადადების ბოლოს აუცილებლად დავსვათ წერტილი. ორ სიტყვიანი წინადადება. კარგით. ეხლა ჩვენ რადგანაც ამდენი ვისაუბრეთ მუხის შესახებ, მე მინდა თქვენ წარმოგიდგინოთ, აგიკითხოთ ერთი ძალიან ლამაზი მოთხრობა მუხასთან დაკავშირებით, ეს არის რევაზ ზინანიშვილის მოთხრობა, მუხა ნაწყვეტია ამოღებული და მე თქვენ თვითონ მიხვდებით, რატომ არის სევდიანია ეს მოთხრობა და ძალიან დამაფიქრებელი. აბა ყურადღებით მომისმინეთ. მუხა. ეს მუხა ტყის პირას დგას, ბებერი, ჯმუხი, ტანდაკოჟრილი, ფოთლებს შელახული. აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს ინახავს, აღარც ისხამს, იშვიათად თუ ეწვევა ვინმე, ადამიანი, ნადირი თუ ფრინველი. ამ რამდენიმე წლის წინად მუხის მეზობლად ლამაზი თელის ძირში მონადირეებმა შეისვენეს, დაანთეს ცეცხლი, გაშალეს სუფრა, დაიწყეს პურობა და სმა. ცოტა რომ შეზარხოშდნენ, აყაყანდნენ. არა მეგჯობი ვარ სროლაშიო და არა მეო. ერთი მონადირე წამოდგა და თქვა: აი ბურთი და აი მოედანიო. მუხის დიდ კოჟრზე ასანთის კოლოფი დასვა, ვესროლოთო. ზოგი ფაღმორთხმული ისროდა, ზოგი წაწოლილი, სიცილით გასროლილი ტყვიები წივილით ესობოდნენ მუხას, სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიოდა აქეთ-იქით. მონადირეები რომ წავიდნენ, ქარი ამოვარდა. მუხის სველი ჭრილობა მიწით ამოივსო. გამოხდა ხანი, თვეები, წლები და აი წლეულს. გაზაფხულზე ის მონადირე ასანთის კოლოფი რომ დასვა მუხაზე, უკვე ჭარმაგი, პატარა შვილი შვილთან ხელჩაკიდებული ისევ მოხვდა ამ ადგილებში. მუხის ნაჭრილობებში მთელი ბღუჯა იაამოსულიყო და ყვაოდა. მონადირი შვილიშვილმა, ლამაზმა, ყურებსიფრიფანა გოგონამ ახტაცებულმა ჩაიმუხლა. მუხას ხელები მოხვია და მიეხუტა. მონადირემ უყურა, მერე ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა. აბა რატომ გაჩერდა ბავშვებო თქვენი აზრით მონადირე თავდახრილი?
იმიტომ რომ შერცვა ხომ თავისი საქციელის, როგორ მოექცა ის მუხას თავის დროზე, როგორ დასცინა. კარგით, ჩემო კარგებო. ეხლა მე იმედი მაქვს მოგეწონათ ეს მოთხრობა, ძალიან სევდიანი მოთხრობა, მართალია, მაგრამ რომ უნდა გავუფრთხილდეთ ხეებს და ბუნებას, ეს ამის მანიშნებელია ეს მოთხრობა, აი ზუსტად ამას გვასწავლის. კარგით, მოდით ახლა მე თქვენ მოგიტანეთ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გამოცანა და მინდა გითხრათ, რომ ეს გამოცანა იწყება, ამ გამოცანის პასუხი უпростоრად იწყება ზუსტად დღევანდელ ჩვენ შესწავლილ ასობგერაზე, მასობგერაზე. მე თქვენ წაგიკითხავთ ახლა ამ გამოცანას და იმედი მაქვს, რომ ძალიან ადვილად გამოიცნობთ. ტყავი ფასობს, ხორცი არა. ქათმებს დაძდევს, წარამარა. რა არის? მიხვდებით ალბათ, ხო? მე არ გიკარნახებთ პასუხს და ბოლოს ერთი ანდაზაც მინდა შემოგთავაზოთ მოასობგერაზე დაწყებული. ეს ანდაზა ასეთია: მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო. ანუ რას ნიშნავს? მატყუარა ადამიანს, მელასავით მატყუარა ადამიანს. არანაირი მოწმის არ უნდა დაგვეჯეროდეს, არა, მელასნაირი ადამიანის, იმიტომ რომ ნებისმიერი რამ შეიძლება მატყუარა ადამიანმა მოწმედ მოიყვანოს. ეხლა სანამ დაგემშვიდობებოდეთ, მე მინდა ერთი დავალება მოგცეთ თქვენ. აი აქ თქვენ ხედავთ crosswords, სადაც ჩამოწერილია մ-ასობგერები და თქვენ უნდა გამოიცნოთ, რომელი სიტყვები იგულისხმება აი ამ უჯრედებში, ცალ უჯრედებში. მე პირველ უჯრედს შეგივსებთ და დანარჩენი თქვენთვის მომინდვია. თქვენ შეასრულეთ სახში დავალებად. კარგით? აი მაგალითად մ-ასობგერაზე დაწყებული 4 სიტყვიანი წინადადება. აი მაგალითად მუხა, რომელიც დღეს ჩვენ ვისწავლეთ, ხო, ყველაზე ადვილი. ჩავწერთ უ, ხ და ა. ნახეთ, მივიღეთ სიტყვა მუხა და დანარჩენი თქვენ თვითონ შეასრულეთ. მეორე სიტყვაც მ-ზე უნდა იწყებოდეს და 4 სიტყვიანი, 400-იანი უნდა იყოს, მესამე 300-ასობგერიანი უნდა იყოს, მეოთხე სიტყვა 400-ასობგერიანი უნდა იყოს, მაგრამ მესამე ასობგერა უნდა იყოს м. ხოლო მეხუთე სიტყვა უნდა იყოს 300-ასობგერიანი და მეორე ასობგერა უნდა იყოს м. დღეს ამით გემშვიდობებით, ჩემო კარგებო, მომავლის კეთილის სურვილებით, შემდეგ ჩვენს გაკვეთილზე შევისწავლეთ ასობგერა შ-ს. კარგად ბრძანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე.